თელავის რაიონის სოფელ შალაურში თინა ხიდაშელთან და ირაკლის ესიაშვილთან შეხვედრის დროს ადგილობრივებმა მადლობა საქართველოს პრეზიდენტს გადაუხადეს. Სახელების განმარტებით სტიქიის პირველივე დღიდან პრეზიდენტის სტიქიის ზონაში ამთავრება კი დაზარალებულების დახმარებას განაგრძობს. შალაურში შეკრებილების რეპლიკებს ირაკლის ესიაშვილმა პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ეს ხალხი ვირტუალურ კმაყოფილ საქართველოში ცხოვრობს და ხელისუფლების მიერ გაწეული დახმარება რეალურად საკმარისი არ არის. Დღესვე ქართული ოცნების პრესპიკერმა მაია ფანჯიკიძემ თელავში გამართულ პრესკონფერენციაზე დაზარალებულთა დახმარების მეორე ეტაპის დასაწყისი დაანონსა. ოპერატივებს მილიარდერი გადარიცხული 80 მილიონის ყოველი თეთრის გაკონტროლებას დეტალებს დაელოდეთ 24 საათში. გაიხედოს უკვე განადგურს ისა კრიშები იხურება წყალის მომარაგება არის ენის მომარაგება სულყველაფერი ხდება სიმართლე უნდა იყოს კომიტანეს სახში დაარიგეს დაჭერდა ჩვენ უბანში მანქანა ჩამოვცალეთ ფული ჩამოვცალეთ ზეთი ჩამოვცალეთ ანაზღაო მიმჯერეს იქნება თქვა ყველაფერი თქვა ხალხო არ გააკეთა როგორც გააკეთეს და მერამდენე დღეს მოვიდა დღეს იყო აქა იმავე დღეს იყო აქა სათავეში ქართული ოცნების წარმომადგენლები არავინ არ მინახია მე არ მინახე და მე რა ვიშვი და ჯიაბერაშვილი ეგენი იყო ახლა თქვა ხო შეიძლება ცოტა ერთი კვირა ორი კვირა ხო მოსულიყო და ეთქო აი აგიჟეთ ხალხო კახელებო თუ კმაყოფილი ხართ მე მხოლოდ ბედნიერი ვარ მაგითი ძალიან კარგია ოღონდ არ მგონია რომ მაინც კმაყოფილების საფუძველი გქონდათ კაცია ზარალი რა გაქვს ჩვენ ვამბობთ და ბატონმა ვიძინამ თქვა რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს მაქსიმალურად ყველაფერი უნდა აუნაზღაურდეს. ამისთვის გამოიყო თანხა 80 მილიონი ამ კაცმა გადარიცხა თქვენთვის და რატო ხართ ამის წინააღმდეგი რომ მაქსიმალურად აგინაზღაურდეს.